გაკეთებელი იყო. ანუ ეტაპობრივად აკეთებენ მათ რა ციფრიც მოწოდ იმ ციფრების მიხედვით როცა ანგარიშობენ მე ამის შემდგომ აკეთებენ შესწავლების სოქს. იყო საოლქო საარჩევნო კომისიაში უამრავი საჩივარი შემოსული, არც კი დაელოდეს ამ საჩივრების განხილვას, მიიღეს შესწავლების სოქი და ამის შემდგომ დაიწყეს საჩივრების განხილვა. ანუ ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ, იურიდიულადაც რო ვიმსჯელოთ, უნდა განეხილათ საჩივრები, ამის შემდეგ უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება ამ საჩივრებზე რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და ამის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო შესწავლების სოქი. შეიძლება იმ საჩივრებში იყო მოცემული ისეთი ფაქტები და არგუმენტები, რომ საერთოდ გადათვლა უწევდა საარჩევნობას, ან გაბათილება უწევდა, არ დაელოდეს ამ ყველაფერს და მიიღეს პირდაპირ შესწავლების სოქი. არ დარჩა ეს საკმარისი, კიდე მეორეჯერ მიიღეს შესწავლების სოქი და ეხლა მესამეჯერ თუ ავწევთ ციფრებში ბოდიშით, მესამეჯერ მიიღეს შესწავლების სოქი. ისეთი რა პრობლემა იყო აი ეს რო გითხრა რა უდნებზია საუბარი. ანუ მოსული ამორჩევლების რაოდენობა 4 სახის საარჩევნო შემაჯამებელი ოფლი ხო საარჩევნო ბიულეტენი ხო 4 შემაჯამებელ ოფში 4-ვეში სხვადასხვა რაოდენობა ეწოდა მოსული ამორჩევლების და მათთვის სასურველი ციფრი რომელიც იყო ის ციფრი აიღეს და იმითი დააბალანსეს სხვა დანარჩენი 3 შემაჯამებელი რამდენობაზეა საუბარი 3 საარჩევნო უბანზე და უყვები იღეს შესწავლების უკვე მიიღეს კომისიის თავმჯდომარემ ლექსივი წაიკითხა სხდომა თვითონაც ახლა და თვითონ დაასრულა სხდომა მე რომ გადავხედე კომისიის წევრებს ანუ რა თქმა უნდა ავტომატურად საოლქო საარჩევნო კომისია გარეულია ამ სიყალბეში გარეულია ამ არჩევნების დაყალბებაში სხვა ზუსტად არ დამიტოვეს უფლება რომ ეს არ მეთქვა ახალ ჯაიან უმაღლეს საარჩევნო კომისიის ანუ კახა სამი უბნის ის იყო შესწავლების სოქი ახლა დამატებით კიდე რა რომელი უბნებია ისე ეს არის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია, სადაც განცხადება გააკეთა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა კახა ჯაიანმა. ის საუბრობდა იმის თაობაზე, რომ 3 უბანზე სხვადასხვა შესწორების ოკრში. ბატონო კახა, ბათუმელების ლაივში ბოდიში ჩვენ დავაგვიანეთ ცოტა. კიდევ ერთხელ რომ აგვიხსნათ რა ხდება ამ 3 უბანზე. ლაივში ვართ და რომ საოლქო საარჩევნო კომისიაც ჩაითრიეს ამ ყველაფერში, რასაც ქვია დაკალბება, რასაც ქვია კარუსელის დატრიალება. რა მოხდა, რა გაძლევთ ამის საფუძვლად? კომისიამ თხოვენ პასუხს, რომ ესე რატო გააკეთა შემაჯამებელი ოფში ბალანსები ადაგა. თვითონ საოლქო საარჩევნო კომისიას მესამეჯერ მოუწია შესწავლების ოფის გაკეთება. კონკრეტულ უბნებზე? კონკრეტულ უბნებზე. რომელი უბნებია ეს? დაახლოებით 40 უბანზე გაკეთდა შესწავლების ოფი. და ყველაზე ცუდი ისა მათთვის სასურველი ციფრი რაცა იქიდან იღებენ ანუ დაახლოებით 40 უბანზე კიდევ მეორე შესწორების ოქმი გაკეთდა? და ჯამში გაკეთდა დაახლოებით 40 საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმი და რაც შეეხება იმას რომ კიდევ შესწორების ოქმები დარჩა საჭირო ეს რამდენი უბანია და რომელი უბნებია? ანუ ძირითადად სადაც მოასწრეს საოლქო საარჩევნო კომისიამ რეაგირება 31-ში და 1 ნოემბერს ადგილზე მოხერხდა შესწავლების ოფლის გაკეთება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო უბნების რაოდენობა. რაც ვერ მოესწრო საარჩევნო უბანმა, რაზეც ვერ გაართო თავი, შემდეგ აიღო ინიციატივა საოლქო საარჩევნო კომისიამ და თავად გააკეთეს შესწავლების ოფლი, როგორც რო დაიწყეს ერთხელ გააკეთეს, ორჯერ გააკეთეს, სამჯერ გააკეთეს შესწავლების ოფლი. ერთ უბანთან დაკავშირებით? ჯამში და საუბარი. აჰა, გასაგებია. დიდი მადლობა. ეს იყო კახა ჯაიანი, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. ეხლა ვნახოთ რა არის პასუხი კომისიის. სახელი იყო ელემენტარული ტექნიკური, მექანიკური შეცდომის საარჩევნო კომისიაში დაშვებული და შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვა. რა შეეხება 2 წუთში შესაძლებელია თუ არა სამ ორი წუთი ნამდვილად ეს პროცესი უფრო გასაგებია. რაც შეეხება ერთ-ერთი წევრის მტკიცებას იმაზე, რომ ის არესტრებოდა და არ მიეცა საშუალება თავისი აზრი გამოეხადა, ამ დროს როცა კომისიის ხომატებოდა, ეს პიროვნება იყო გასული გოდით და ოქროს სამართლებდა და კომისიის მდგომარე არ არის ვალებული, რომ ვინმე დააძალოს და როგორ
არა, მოვა ოფიციალიზი და ჩემთან რაფორმის ჩანიშნვის საკითხებს, თუმცა იქნებოდა იმ დროს ჩამოშლილი, როდესაც ეცნობოდა მოვადაში, ეცნობოდა კომისიის ყველაზე მე დაინახეთ, რომ კომისიას ეცნობდა ფაქტობრივად ყველა წევრის შესაბამისად რაღაცა სპონტანურად ამიშავნიშნა არ მოხდა. თქვენ იურისტი ხართ და უყურებთ მაგრამ როდესაც ოლქის თავმჯდომარის კომენტარი გქოვეთ და მას კაბინეტში დაუყავთ დაუყავთ ხელის ყურით როდესაც ჟურნალისტებს ოლქის თავმჯდომარე აფროდიტის ხდომას ამთავრებს. კომენტარს არ აკეთებს იმას ოპოზიციის ბრალდებები. როგორც იურისტმა აღხსენეთ როგორც ოპოზიციის ბრალდება რომელი ოპოზიცია? ორ წუთში დაამთავრა. ოპოზიციის ბრალდება რომელი წევრის ოპოზიციის ბრალდებები არ არის. მე თქვენთან რო ჩაწერილი იყო ოპოზიციის წარმომადგენელი, როგორ გადაგინახავს თუ კი კახაბერჯანიანის კითის ოპოზიციის წარმომადგენელი არ არის, ეს არის ოპოზიცია ამბობს, რომ ახალბებს, ოქმებს, შეწორების ოქმები. ესაცენებთ რაც კონკრეტული ფაქტი. კონკრეტულად კადრები ისეთი რაც გააკეთა ოლქის თავმჯდომარე. როგორც იურისტმა ამისცემს რამდენად სწორი იყო, ხალბატონი რეალასა საქციელი და შემდეგ უპასუხოდ ბრალდება. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჩაატარა სხდომა, დაასრულა სხდომა და შევიდა თავის სამუშაო ოთახში. ამის შემდგომ თქვენ მიხვედით და ძალით ამეთ მის კაფს და შედიხართ ოპერატორთან ერთად. მას უწევთ რომ მოიხუროს თავისი სამუშაო ოთახი. ბატონო ზვიად რამდენ წუთში ატარებს? ხტომას რამდენ წუთში ატარებს? ხტომას ატარებს 2 წუთში? როგორ არა? ზუსტად 2 წუთი შემოსული ვიყავით, როცა ქალბატონმა ციალამ ჩაატარა ხტომა 2 წუთში. როგორ? ცოტა დაგვიანებით შემოხვედით აქედან დავიწყოთ. არავინ არ იყო მაგიდასთან შემოვედი. ქალბატონმა ციალამ ზუსტად 2 წუთში ჩაატარა ხტომა და შევიდა სამუშაო. ერთი წუთით ბატონო ზიად სუ ერთ წამი ჩვენ გვალაპარაკე კაი ბატონო ზიად ერთი წამით რამდენ წუთში დასრულდა აბა თქვენი ინფორმაცია გეტყვით ახლა ცოტა სამნიშნულობა აქვს ადამიანებს აქვს მნიშვნელობა კაცო ხო უნდა მოვა გაკარგულების გამნიშნულობა და რამდენი წუთი 2 წუთში ჩვენ ამბობ და თქვენ რამდენს ამბობთ 5 წუთში დასრულდა. კაი, სხდომა შეიძლება 5 წუთში რო დასრულდეს. და რა გადაწყვეტილება მიიღეთ ამ სამ ოქმში? უნდა გააკეთონ ეს ხდომა შესაძლებელია როგორც იურისტი გონებთ რომ 5 წუთში თქვენი თქმით დავასრულდა. თავმჯდომარემ წაიკითხა მთელი განკარგულების პროექტი. 5 წუთში გადაწყვეტა 3 საარჩევნო უბნისბედი. 5 წუთში ზვია. ცოტა შემომაშურება წინასწარ ხოდა მომზადებული. პროექტი რა თქმა უნდა მომზადებული არის წინასწარ. წინასწარ იყო ცნობილი რაზე უნდა ეწიათ ადამიანებს ხელი? რაზე უნდა ეწიათ ხელი რა თქმა უნდა. ზვია, ხეზო 8 საათამდე ვიცოდი რომ შესაძლებელი იყო. 8 საათზე რატო ჩაიჭრა? ხო, დაიმახსოვრეთ. ხილით 14 წუთია და 8 წუთზე მეტია ლაპარაკობს ეს კაცი. ქალაქში. 8 საათზე რატო ჩანიშნა და არ ჩანიშნა პირველზე 12-ზე ან 3-ზე. იცით რომ 10 საათზე იგზავნება გადაარჩენა. მე არ უნდა დამისვათ, მე არ ნიშნავ. რატო ჩანიშნა? ანუ როგორც იურისტი ამას გეკითხებით რამდენად სწორია თქო. სწორი სამართლებრივად არის სწორი. რა? ხო ჩანიშნოს უნდა 8 საათზე ან თუნდაც 9 საათზე. და რამდენი ხანი და რამდენ ხანში? რამდენ ხანში შეიძლება კომისია? მაგას გეკითხება რომ რამდენ ხანში შეიძლება რომ ისე ადამიანებს გონივრული იურისტმა განვიმატა კანონს. გადაიღე რუსლან კადრებად აიღე. ნახევარ-საათში, 2 საათში, 3 საათში. ამ შესაბამისად ამ შემთხვევაში მე არ ვიცი მე მაგას გეუბნები. მე თვითონ არ ვიცი მაგრამ ახლა მოვედი და კომისიის ყველა წევრი დამხო შეფრებული, ესე იგი გონივრულ მაგაში ის ნახევარზე ამტკიცებდით რომ სხდომა არ იყო. ბატონო, არ ვიყავ საქმის კოშკში და თუ დამინახეთ, როდის მოვედი, დაინახავდით, ხო, ვასალ გაწყვეტები, როცა მოვედი. ხო და მაგას გეკითხებ თქვენ როდის გეგე რამდენ მე გონივრული რა თქმა უნდა მე შეიძლება საერთოდ არ გამიგდა, საერთოდ არ მოვიდა, არ მოსულიყავ, არ გაკონებული. არა, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა იყო სამეგიდო. ბატონო ზვიად საალკო საარჩევნო კომისიამ განიხილა ბატონო ზვიად გავსი საკითხები, გავსი შესწორებები, ნახამ არასდროს თქვა სამის ხდომა, ადრე განიხილა. მე რამოდენიმე ოქთან დაიწყო საკავშირებით. რამდენ ხანს დამთავრდა? რამდენ ხანს დამთავრდა, მაგაზე არ მაქვს, არ ვიცი, მაგრამ გეტყვით ეს რაღაცას. ის შედეგები რა უკაცრავად ეს განკარგულებით ყველა განკარგულება ბოდიში ბათუმელების ლაივში რო გითხრათ თქვენ ოლქის წევრი ხართ და არ მოგეცათ ხდომაზე დასწრების საშუალება? ანუ ჩვეულებრივად
ანუ ჩვეულებრივად თქვენ შეგატყობინეს სხდომის შესახებ, რომ იწყებოდა სხდომა 8 საათზე, მოხვედით როგორც ოლქის წევრი, რომ განხილვაში მიგიღოთ მონაწილეობა და არ მოგეცათ ამის საშუალება. რომელ საათზე იყავით აქ? 8 საათზე. ანუ ვერც კი გაიგეთ, რა საკითხებს განიხილავდით. თქვენ ვის წარმოადგენთ ოლქში? ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც ხედავთ, გარკვეული გაუგებრობა უკავშირდება იმას, რომ 8 საათზე იყო სხდომა დანიშნული, ოლქის წევრები აქ მოვიდნენ იმისთვის, რომ განხილვაში მიიღოთ მონაწილეობა, საუბარია რამდენიმე უბნის შესწორების ოქმების მომზადებაზე, თუმცა ოლქის წევრები ამბობენ, რომ ისინი 8 საათზე აქ იყვნენ, თუმცა განხილვაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ, რადგან სხდომის თავმჯდომარემ სწრაფად ჩაიკითხა საკითხები და სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. განმარტება გააკეთა ასევე სხდომის იურისტმაც, მან თქვა, რომ ჩვეულებრივად ჩატარდა სხდომა და ამის უფლება-მოსილება საოლქო კომისიას ჰქონდა. მანამდე ოლქის კიდევ ერთმა წევრმა გააკეთა განცხადება, რომ 3 უბანია, რასთან დაკავშირებითაც მეორე შესწორების ოქმები გახდა საჭირო. ბატონო მიშა, ბათუმელების ლაივში რომ გითხრათ, თქვენ მოგეცათ საშუალება, რომ სხდომას დასწრებოდით? ანუ სხდომა? ანუ ვერ გაიგეთ. ვერ გაიგეთ რას? საუბარი იყო იმაზე, რომ 3 უბანია, სადაც შესწორების ოქმითაც ვერ დგება ბალანსი, რომელი უბნებია და ასეა თუ არა. ბატონი კახა საუბრობდა. ანუ შესწორების ოქმები არსებობს, მაგრამ შესწორების ოქმების მომზადება. კი ბატონო. ლაივში ვარ. მოვიდა 3 ამუნჩევი და ყველას დაუწერეს 100 რა. თქო მოვიდა და მე ჩემი აზრი ის იყო, რომ მე ამდრო გამოყენებია საკითხი, რომ ამ ხელწერების რაოდენობა მოგვება, გაგვეხსნა. მაინც ამოგვება გადაგვეცვალა ხელწერების და იმის და მე გადაგაკეთებია ბალანსი. ეს იყო ჩემი მოსაზრება, ამ მოსაზრების ფიქსირებაც ვერ შევძლებდი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მიზანმიმართულად სწრაფად დასრულდა ეს? გასაგებია, დიდი მადლობა. ეს იყო ოლქის წევრი, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ევროპული საქართველოდან, რომელიც საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ მასაც არ მიეცა სხდომაზე დასწრების საშუალება, როგორც კი მოვიდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, აქ რამდენიმე წუთში დასრულდა სხდომა, ისე რომ მათ ვერ მიიღეს საერთოდ საკითხების განხილვაში მონაწილეობა. ოლქის მხრიდან გააკეთა ოლქის იურისტმა
ოლქის იურისტმა განმარტა, რომ სხდომა ჩატარდა ჩვეულებრივად და საკითხები განიხილეს ოლქის წევრებმა, შემდეგ კი სხდომა ოლქის თავმჯდომარემ დასრულებულად გამოაცხადა. საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილები არიან ამ დროისთვის აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღე აქციას მართავენ აჭარის მთავრობის სახლის წინ და მათი მოთხოვნა არის ის, რომ გაბათილდეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ამიტომაც ისინი არ შევლენ უმაღლეს საბჭოში, არც პარლამენტში და არჩევნები უნდა ჩატარდეს განმეორებით. არ ვიცით ახლა რა საპირებს საოლქო საარჩევნო კომისია, ამიტომ ჩვენ დროებით გავთიშავთ ლაივს და ახალი ინფორმაციით შემდეგ ისევ შემოგიერთდებით.